მე პრობლემა მე ხომ მუჭა ნახევარ არა მუჭა ნახევარი დრო გითხოვე და მომცეს ერთი წუთი გამიჯმობდნო ერთი რაღაც მიდოდა მე თქვა თქვენთვის რომ აი რაც ძალიან ხდება ერთ-ერთი თავარი გამოვტოვე რომ შეხედეთ ეს აზრობრივი ხატები რაც ნახეთ არის ინსტრუმენტები ხო და ნახეთ რომ ექვემდებარება განვითარებას მაგრამ უხილავია ამაზე მიდოდა ყურა უხილავია ტრაქტორით რომ შევშვათ ადამიანი და თოხით ერთაიგივე მოცულობის მიწაზე ხო ის დაამუშავებს და ეს გზაში წაიქცება მუშაობაში და დააგდებს და мотивაციას დაკარგავს და გამანებით თავიო მაგრამ რომელიც ჩვენგან იტყვის რომ ის ნიჭიერია და უნარიანია და ის უნიჭოა და უნაროა ამას ინსტრუმენტი აქვს ტრაქტორი იმას არა და ბავშვი რომელიც სკოლაში მოდის რომელსაც უკითხავდნენ და ასე თქვა მისი სიტყვერების განვითარება მას აქვს აი ეს საჭირო აზრობრივი სქემები ეს ინსტრუმენტები ანუ სოციალურმა გარემომ ეს უხილავი ინსტრუმენტები განუვითარა ერთს, არ განუვითარა მეორეს და ჩვენ რა ხდება სტიგმატიზაცია. ეს ნიჭიერია, ეს უნარიანია, ის უნიჭოა. სინამდვილეში ჩვენ სულ არ ვიცით იმისი არც უნარების შესახებ არაფერი, სანამ ჩვენი ინსტრუმენტებს არ განუვითარებთ გონებაში, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ სასკოლო მზაობა ქონდეს სასკოლო განათლებისთვის და სასკოლო ენის გაგებისთვის. დიდი მადლობა. სამრი ყვარო